გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მახსოვს 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთ კლინიკურ ნაცს ეზოში რომ ხვდებოდი, ის ერთ-ერთ კერძო სტრუქტურაში მუშაობდა და ვეკითხებოდი როგორ ხარ მეთქი, ყოველ ჯერზე ის დაღრემილი სახით და ნაამტირალევი ხმით პასუხობდა. როგორ ვიქნები, ცუდად, დღეს ხვალ დაიხურება ჩვენი კანტორა, გაკოტრდება, უკვე ფაქტობრივად გაკოტრდა სამუშაო კლებულობს ფული არა და აღარც იქნება. ინგრევა ქვეყანა. გავიდა 12 წელი. ის კანტორა ყვავის დუღს და ისიმიაკისა და ნარცისო როდრიგესის სურნელი აზდის და გაცილებით უფრო დიდი შემოსავალი აქვს და ის კლინიკური ნაცი დღესაც იქ მუშაობს, დააწინაურეს კიდეც და გარწმუნებთ ჩემზე და თქვენზე გაცილებით დიდი შემოსავალი აქვს, მაგრამ მაინც დაღრემილია და რამდენჯერაც არ ვნახე იგივე ტექსტს მიმეორებს. მიმეორებს იგივე ტექსტს და ვივამედის მიმართულებით იმედით იყურება, ელოდება იქიდან თეთრი ბოლი როდის ამოვა და მიშას როდის გაათავისუფლებენ დაუმსახურებელი მკურნალობისგან. ესე იგი ნაცობა რომ დიაგნოზია ამაზე უკვე დიდი ხანია შევთანხმდით, არ ვკამათობთ. ქვეყანაში რაც არ უნდა გააკეთდეს კარგი, ნაცობა ამას ისეთ პრიზმაში უყურებს, ყველაფერი დამახინჯებული რომ მოჩანს. აი ახლა ხმა რომ გავარდა არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს და ისეთი რეპლიკები მესმის ნაცობიდან რომ არ ვიცოდე სიმართლე მეგონება და არაბები საქართველოს ყიდულობენ. ჩვენ გაგუნდევნიან და ამ ადგილას ერთ დიდ კარფურს ააშენებენ მხოლოდ თავისიანებისთვის. და ჩვენ თუ დაგვტოვებს ძალიან შეზღუდული რაოდენობით და მხოლოდ როგორც მომსახურე პერსონალი ან და გლადიატორები. მორიგ ბანალობას ვიტყვი, ეს რომ მიშას დროს მომხდარიყო, ინვესტიციებს გულისხმობ, ნაცობა იმ 6 მილიარდის თითოეულ დოლარს ენას მადლიერად აუსვამდა. მიშას მორიგ ჯერზე გააღმერთებდა და ვინმე სტეფანე ორატორიასაც დაწერდა ვის ყავს მიშა ჩვენისთანა. მეცაც გეტყვით, ეს ინვესტიცია ღმერთმა ხნას და თუ შემოვა და რაც არ უნდა ელაპარაკოს ნაცობამ, ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყნის სასიკეთოდ ხორციელდება. დიახ, და თუ კი შემოვა, გარწმუნებთ ის ვივამედელი მარტვილი თავისი კომფორტაბელური სამოთახიანი კარცერიდან ატიტინდება და იტყვის, რომ ეს მისი დამსახურებაა, რომ ის პირადად იცნობდა ამა თუ იმ შეიხს, მის ინაუგურაციაზეც არაერთხელ იყო დაპატიჟებული და მისი გამოისობით იმ შეიხმა საქართველოში 6 მილიარდი შემოიტანა. მაგრამ ეს მერე იქნება. ჯერ კი თურმე არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტიციის მიღება, ეს არის ევროკავშირის და პირადად ურსულა ფონ დერ ვიღაცის ხალატი. ღმერთო ჩემო, რეებს ვისმენ ნაცოშკებისგან. ეს ვირთხები ალბათ ახლა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაიწყებენ სირბილს და იქ იმის მტკიცებას, რომ საქართველო არაა სანდო ქვეყანა და 6 მილიარდს ოცნება გააქრობს, ისევე როგორც ილუზიონისტმა დევიდ კოპერფილდმა თავის დროზე ეიფელის კოშკი გააქრო. ჩემ და უნებლიეთ ამ თვეში მომიწია ნაცებთან ჩვეულებრივზე მეტი ურთიერთობა და რომ ვურთიერთობდი, სულ ვცდილობდი რამე ინფორმაცია გამეგო მათგან. ისინი იმდენად განსხვავებულად აზროვნებენ, რომ მათ მიწიერებაში ეჭვმეპარება ხოლმე. ანუ უცხოპლანეტელები მგონია. იმდენად აბსურდულად მუშაობს მათი ტვინი, ხო და ერთი მიმტკიცებდა, როგორ შეიძლება ენდო-არაბსო. მანამდე იგივეს ჩინელებზე მეუბნებოდა. როდესაც ირაკლი გობახიძე სპარსეთში, ანუ ირანში გაემგზავრა გასაგები ვიზიტით და იქ სხვათა შორის მთელი ამიერკავკასია იყო, მაშინ თურმე კობახიძე შახაბასთან გამგზავრებულა და უკან აუცილებლად რომელიმე პაატას თავით დაბრუნდებოდაო, ამას მეუბნებოდნენ. მოკლედ, ნაცების ავადმყოფურ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ასე რომ მათთან კონტაქტი მახალისებს. ხო და იმ ნაც მორიდებით ვკითხე კი, მაგრამ იგივე საემიროები აშშ-ში 600
მილიარდის დაბანდებას აპირებს და როგორი ამერიკელების ნდობის ამბავი საუდიტებისადმი მეთქი და პასუხად მივიღე რომ იქ სულ სხვა სიტუაცია, იქ სულ სხვა ფულია, იქ ამერიკელები მართავენ მეჯლისს და საერთოდ აშშ-ს რატომ ვედრებით? რაზეც უპასუხე რომ აბა ამერიკელებს თუ არ შევედრებით, მაშინ ვის უნდა შევედაროთ? ჩელიაბინსკელებს? ამ ჩვენი დიალოგიდან გამოვიტანენ დასკვნა რომ თურმე საემიროები აშშ-ს ამერიკულ ფულს უბრუნებენ, ჩვენთან კი რუსულს დებენ. ამ ხელ ტექსტი რისთვის თქვი მეგობრებო? იმისთვის რომ მე რამდენი წმუნდები რომ ქვეყანაში საქმე არ გვაქვს კარგად, რომ დეპოლარიზაცია, რომლის აუცილებლობაზე ასე ლაპარაკობდნენ ბოლშევიკები რა იყო, ევროპარლამენტარები, თუმცა დიდ განსხვავებას მათ შორის ვერ ხედავ. მოკლედ, დეპოლარიზაცია ჩვენთან არ მოხდება. და მოგვიწევს ასე ორად დახლეჩილებს ძალიან დიდი ხნით თანაცხოვრება. სამწუხაროა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.